თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში. MacBook 1502-ის მოვლა და ტექნიკური ზედამხედველობა არის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი მოწყობილობის ოპტიმალურ მუშაობას და ხანგრძლივობას. პირველ რიგში საჭიროა ყურადღება მიაქციოთ თქვენი ლეპტოპის გარეგნობას და დასუფთავებას. რეგულარულად უნდა გაწმინდოთ ეკრანი და კლავიატურა სპეციალური სუფთა საშუალებებით, რათა თავიდან აიცილოთ მტვრისა და ბაქტერიების დაგროვება. მომდევნო ნაბიჯია სისტემური დიაგნოსტიკა. არსებობს მრავალი უფასო პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი MacBook-ის მდგომარეობის შესამოწმებლად. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ Apple Diagnostics, რომელიც ავტომატურად აღიარებს პრობლემებს და გაცვლილი ინფორმაციას გაცვლილი მდგომარეობის შესახებ. ეს პროცესი სწრაფი და მარტივია და გთავაზობთ საჭირო ინფორმაციას. თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი MacBook-ის მუშაობაში რაიმე პრობლემა არსებობს, პირველი ნაბიჯი არის კართან მიყვანა-წაყვანა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ არ გაქვთ ტექნიკური ცოდნა ან გამოცდილება. სპეციალისტები შეძლებენ უფრო დეტალურად შეისწავლონ მოწყობილობა და გაცნონ ზუსტი შეფასება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შეთანხმდეთ შეკეთების ხარჯებთან დაკავშირებით. როდესაც სპეციალისტი შეისწავლის თქვენს MacBook-ს, ის შეძლებს გაცნოს ზუსტი ინფორმაცია პრობლემების შესახებ და გაცნოს სხვადასხვა ვარიანტები მათ მოგვარებაზე. სანამ შეკეთება დაიწყება, სპეციალისტი უნდა გაცნოს თქვენ დეტალური ინფორმაცია საჭირო ნაწილებზე და მათ ხარჯებზე. ეს დაგეხმარებათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში და უზრუნველყოს, რომ თქვენ იცით, რა უნდა მოელით. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები, რაც შეიძლება დაინტერესდოს თქვენ. ბევრი სერვისული ცენტრი აწვდავს სპეციალურ შეთავაზებებს რეგულარულ მომხმარებლებისთვის, რაც შეგიძლიათ გამოადგეთ თქვენ. მომდევნო ეტაპზე, როდესაც შეკეთების პროცესი დაიწყება, მნიშვნელოვანია, რომ თვალყური ადევნოთ პროცესს. სპეციალისტები უნდა გაცნონ ინფორმაცია იმაზე, რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ ხდება შეკეთება. ეს დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, როგორ მუშაობს თქვენი MacBook და რა საჭიროება აქვს მას. საბოლოოდ, როდესაც შეკეთება დასრულდება, აუცილებლად უნდა მოითხოვოთ გარანტია შესრულებული სამუშაოზე. ეს უზრუნველყოფს, რომ თუ რაიმე პრობლემა კვლავ წარმოიქმნება, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სერვისულ ცენტრს და მიიღოთ დახმარება. ასე რომ, ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ ტექნიკური ზედამხედველობა და მოვლა არის თქვენი MacBook-ის ჯანმრთელობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თქვენი მოწყობილობა შეკეთებას საჭიროებს. ჩვენ ვთავაზობთ უფასო დიაგნოსტიკას. ვიღებთ და გიბრუნებთ პირდაპირ კართან ზარების და გადაადგილების გარეშე. შეკეთებამდე ვაგზავნით შეთავაზებას და ვაგრძელებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის შემდეგ. მარტივი, გამჭვირვალე და პროფესიული. ბმული აღწერაში.